მოთხოვნების გრძელ სიაზე მუშაობა კრემლს ჯერ არ დაუსრულებია. კიევი და ვაშინგტონი ისევ მოსკოვის მოლოდინში არიან. რუსეთის პრეზიდენტის ოფისში ამბობენ, რომ დოკუმენტი დღის-შუქს მალე იხილავს, თუმცა საჯაროდ მისი შინაარსის განხილვას არ აპირებენ. მიუხედავად ამისა, სააგენტო როიტერსის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართულ 3 ანონიმურ წყაროს ესაუბრა რუსეთიდან. ისინი პირობების ნაწილზე ღიად საუბრობენ. უკრაინის ნეიტრალიტეტისა და რუსეთის სანქციების გაუქმების გარდა, ომის დასრულებისთვის ვლადიმერ პუტინის მთავარი მოთხოვნა იმის წერილობითი დასტურია, რომ ნატო აღმოსავლეთით აღარ გაფართოვდება. ეს კი უკრაინასთან ერთად საქართველოს, მოლდოვასა და პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა სახელმწიფოებს ეხებათ. უკრაინის ნეიტრალური, უბლოკო და არაბირთული სტატუსი საზეიმოდ იქნა გახმოვანებული ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის დეკლარაციაში 1991 წელს. სწორედ ეს სამუდამო ვალდებულება გახდა უკრაინის როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის აღიარების საფუძველი, როგორც რუსეთის, ისე საერთაშორისო საზოგადოების სხვა წევრების მხრიდან. ამ ვალდებულებასთან დაბრუნება, რასაც ნაცისტური რეჟიმი ეწინააღმდეგება, რუსეთის მთავარ მოთხოვნად რჩება, რომელიც უნდა დაკმაყოფილდეს დარეგულირების ნებისმიერ ჩარჩოში. ეს საკითხი 2024 წლის აპრილში სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებაზეც ითქვა.